ხან მათხოვენ, ხან გამიჯნურებული ვარ, ხან ისე და რაღაცა კეთილ ჭორებს ვიგებ და ეს ძალიან მოქმედებს ხასიათზე, განწყობაზე და ეგრეც უნდა იყოს და გარეგნობა. იცი რა ხდება ხოლმე, ნუ კი ამ ჭორებს ისმენ, რაღაცა ჭორია, კაცო ჭორი. მე უცებ ბრახ და აგიხდება. საერთოდ ისეთი გოგო მოკრძალებული და იშვიათად საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე, მაგრამ ქრისტინა ისეთი ვერაფრით ვერ ვათქმევინე, ვერასოდეს რამე ახალი მის შესახებ ყოველთვის საუბრობს ძალიან მოკრძალებულად და წარსულზე ოღონდ არასდროს არ ამბობს არც სახელებს, არც გვარებს, ხო, არაფერს არ ამბობს. არაფერს არ ამბობს. ჩვენთან თქვა. როგორ? აი ეს რაღაცნაირად გამობძალე. ნუ კი ეს მოახერხა. საკმაოდ კარგს წარმოსადი პიროვნებას. აბა რას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ჭორს არასდროს არ ვიგონებთ. ანუ ჩვენ ვართ დაყრდნობილები იმ ინფორმაციაზე, რაც ქალაქში არის უკვე გავრცელებული, რაც არის სოციალურ ქსელებში და ჟურნალ-გაზეთებში. ანუ ჩვენი მოგონილი არაფერი არ არის. ყველა წყარო ყოველთვის თან გვაქვს. ჭორის ყველა წყარო, აბა რა თქმა უნდა. და როგორ ადამიანებს დაატარებთ ესე ჭორი კანაკალებს და ამონარიდი სოციალური ქსელიდან თუნდაც შეიძლება ეს იყოს. შეიძლება თქვენი გადაცემიდან, პროფილიდან ძალიან ბევრი მასალა ძალიან გამოგვადგა პროფილი. ძალიან თქვენი არქივი სხვათა შორის. ძალიან გამოგვადგა კი. ხო და მაშინ მე ხა დაუძახებ ქრისტინა იმედაძეს და აქ არის? აქ არის ხო და იქნებ ერთად მოვახერხოთ ის რაც მე მარტო ვერ შევძელი ქრისტინა იმედაძე. როგორ თავაზე შესაძლოა გამოიყურება. მადლობა. მართალ ჭირდება ნიკა. საოცარი აი ესე იგი მე ვარ ნაწყნი შენზე. იმიტომ რომ ვერაფრით ვერ მოგიძებნე კუთხე, საიდანაც უნდა მოვსულიყავი და მეკითხა ის, რაზეც მივიღებდი პასუხს. და ნუ კი მე შეძლო და შენ ეს ყველაფერი მოყევი არა პროფილში, არამედ კოქტეილში. ხო, ეხლა ეგრეც არ არის, იმიტომ რომ ყველაფერი არ მომიყოლია უბრალოდ ახლა ნუ კი მე ესეთი მიდგომა იცის, უცებ მოხანდება, თან ამდენი წლის მეგობრები ვარ და იქით კამერა რო ჩართული აქვს, სულ მავიწყდება ხოლმე. შენადან რა ხდება და ნუ ესე ცოტა-ცოტა ახლა რაღაცები ჩემთვის დავიტოვეთ, რომ ყველაფერი არ მომიყოლია. ყველაფერი არ გითხოვთ. მე ყველაფერს ხო იცი, უფრო ესეთი ფართო მოსაყულს მე შენთვის ვინახავ ხოლმე თორე. რა მაგარია, აი? მაშინ არ გადავაჭარბებ ხო ისე რომ საქმეს არ ვავნო, მაგრამ მკითხავ იმას, რაც ნუ კი მკითხა ის, რაზეც ჭორაობენ მართალია? ძალიან ბევრ რამეს ჭორაობენ. ეს კარგ ბიჭზე ჭორაობენ და ძალიან გაგვიხარდა ჩვენ ეს ამბავი და გადაცემა კოქტეილში არის მისი ინტერვიუ. რაო, ინტერვიუ. აბა, არა, ცია როგორ გეტყვი ახლა ახლა ხონდა შევინახო ჩემთვისაც და მე კიდე ერთხელ კარგად მოსაყოლა. მოდი ახლა ცოტა გითხარი და მე შეინახე. მე ნუ კი მარტო ის მკითხა ქორწინდები თუ არაო და ვუპასუხე რომ ქორწილი ნამდვილად არ არის. მაშინ მე შეყვარებული ხარ თუ არაო და ვუპასუხე რომ ცოტა ვარ თქო და რა მაგარია აპლოდისმენტები, როგორი ლამაზი. და მე ხა არაფერი აღარ გითხო გამანებით და შეყვარებული ხო ხარ? ლამაზი ხარ, ესე იგი შეყვარებული ხარ. შენ ყოველთვის ლამაზდები, როცა შეყვარებული ხარ. კარგი ბიჭია. არა, ისე ძალიან ლამაზი. ხო, კარგი ინტერვიუ გქონია შენ და ჩემზე კარგად გწოდნია როგორ. კი, გვაქვს და იმანაც იცი რა თქვა? მე რომ ვუთხარი რომ ძალიან ლამაზი გოგო აგირჩევია თქო. ძალიან დიდი მადლობა.